ირანის ერთ-რა ბევრი დისკუსია არის თქვენ ეთერშიც იყო მახსოვს ბევრი დისკუსია ამ თემებზე ერთი რაზეც ალბათ ყველა თან ხვდება არის ის რომ ამ რეჟიმს ამ ტიპის აი ეს რეჟიმი ამ ტიპის საფრთხის წინაშე არ დამდგარა 1979-1980 წლის შემდგომ, როდესაც ის ჩაერთო ერახთან ომში. ხო, ანუ რეჟიმს ამ ტიპის საფრთხე არ ქონია, არც ერთი წინა დაუშვათ პროტესტი თუ გამოსვლა იქნებოდა ძალიან მასშტაბური 2009 წლის მწვანე მოძრაობა, 2019 წლის, 2022 წლის გამოსვლები, არც ერთს არ შეუქმნია ისეთი საფრთხე რეჟიმისთვის, რაც ამ უკანასკნელი დღეების გამოსვლებმა შეუქმნა და ეს გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო, იმიტომ რომ რაღაცნაირად რეჟიმმა ამოწურა თავისი თავი, არ შეუძლია არაფერი ახლის შეთავაზება, ამის მიღმა ეს არის რეჟიმი, რომელიც დამარცხდა ომში წელს ზაფხულში და ეს არის რეჟიმი, რომელმაც დაკარგა მისი მთავარი შემაკავებელი ინსტრუმენტები, ხო და დაკარგა მთავარი მოკავშირეები, იქნება ეს დაუშვათ სირიის რეჟიმი, ასადის, იქნება ეს მისი დასუსტებ მისი პროქსი ჯგუფები, ასე რომ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე არის რეჟიმი და ისევ ამბობ შენ ახსენე სალომე რომ პროგნოზის გაკეთება ყოველთვის რთულია, მაგრამ ალბათობა რომ რეჟიმი ამ კრიზისს დაძლევს ძალიან საკმაოდ დაბალი არის. თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. აქაც ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ტიპის ცვლილებები შეიძლება დროშიც გაიწელოს, ხო, იმიტომ რომ თვითონ დაუშვათ 1979 წლის რევოლუცია დაახლოებით 1 წელი გრძელდებოდა. ეს არ იყო ცვლილებები, რომელიც რამდენიმე დღეში დადგა. ასე რომ შევხედოთ, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების ზღვარზე დგას თვითონ რეგიონი, იმიტომ რომ ირანში ამ ტიპის რეჟიმის შეცვლა მთლიანად რეგიონს ცვლის. როგორია ყურის სახელმწიფოებში რეაქცია, იმიტომ რომ აქ არის ტრადიციული ქიშპობა და თავის დროზე ამ ისლამური რევოლუციის შემდგომ განსაკუთრებით ჩამოყალიბდა ეს სიძულვილადაც კი და ბევრი კომენტატორი ციომსაც კი უწოდებს რეგიონულ ციომს საუდის არაბეთსა და ირანს შორის. თუმცა ერთია ეს ქიშპობა და მეორეა ანტიავტორიტარული გამოსვლების გადამდები ტალღები, რაც ახასიათებს ხოლმე მათ შორის და აქ გარჩევა არ იცის ხოლმე შიიტებისა და სუნიტების. ანუ ორი მხრივი შეიძლება იყოს, ერთი მხრივ როცა შენი მოწინააღმდეგე სუსტდება და შეიძლება ჩამოიშალოს ამისგან მოგვრილი სიხარული და მეორე მხრივ შიში, რომ ხალხი შეიძლება ყველგან აჯანყდეს, ხო? ამ მხრივ რა განწყობებია ახლა ყურეში? ირაკლი ქიშპობას რაც შეეხება და რეგიონის ქვეყნებში განწყობას, რეგიონის ქვეყნების განწყობა უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა თვითონ ირანის მიმართ და რამდენიმე მიზეზია ჩემი აზრით, ბევრი იყო ამაზე, ბევრი თქვა, რომ რეგიონის ქვეყნები იქნებოდა ეს საუდის არაბეთი, ყატარი, გაერთიანებული ემირატები, თურქეთი აქტიურად ჩაერთვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ესეთი დიპლომატიური არხები გააქტიურეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უშუალოდ თავი შეეკავებინა სამხედრო ინტერვენციისაგან. ამის რამდენიმე მიზეზი იყო. ერთ-ერთი შენ დაასახელე აქამდეც მოვალ, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი იყო ამისი. უპირველეს ყოვლისა, ხო აი რამდენიმე წლის წინ ვინმეს რო ეთქვა რეგიონში, რომ ირანში არის მასობრივი გამოსვლები და ამერიკის შეერთებული და რეჟიმი არის დამხობის პირას და ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, რომ სამხედრო ინტერვენცია განახორციელოს, პრაქტიკულად უკლებლივ ყველა არა, მაგრამ ყურის ქვეყნების უმრავლესობა, რეგიონის ქვეყნების უმრავლესობა ამას სიხარულით შეხვდებოდა და ამას მოითხოვდნენ კიდევაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან წლების განმავლობაში. თუმცა დღეს ვითარება ესეთი არ არის. რამდენიმე ფაქტორია, რამაც განაპირობა რეგიონის ქვეყნების პოზიციის ცვლა ამ ეტაპზე ირანში სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით, ხო? პირველი ფაქტორი ეს არის ესკალაციის შიში. რამდენად გამართლებულია ეს თუ არა დღეს არ ვიცით, ამის ესე რაღაცა პროგნოზირება რთულია, თუმცა ერთი რაღაცა ისეთი ნათლად გამოიკვეთა, რომ თვითონ
ირანელებმა გააგზავნეს არაურაზროვანი გზავნილი რეგიონის ქვეყნებში, რადგან რეგიონში არაერთი მიმომხილველი და არაერთი დაუშვათ ამ პროცესებში ჩართული ადამიანი, რაზეც საუბრობდა, რომ დაახლოებით გზავნილი შინაარსი იყო ისეთივე, როგორი გზავნილიც ჰქონდა ასაც არაბული გაზაფხულის დროს, რომ გზავნილი შინაარსი იყო, რომ თუ მე დამხობა მიწერია, მე ესე აქედან არ წავალ, ანუ მე თუ მარცხი მიწერია, მე ესე იოლად არ წავალ და ასადის გზავნილი იყო, რომ ცეცხლში გავახო მთელ სირიას. ირანის გზავნილი იყო, რომ ცეცხლში გავახო მთელ რეგიონს და გზავნილი იყო, რომ არ ელოდოთ იმ ტიპის სიმბოლურ დარტყმებს, რაც ირანმა განახორციელა ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდგომ 2020 წელს, როდესაც ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზაზე მიიტანა თავდასხმა, ან თუნდაც იგივე აი ამ 12 დღიანი ომის შემდგომ ყატარში ამერიკის შეერთებულ შტატებზე განხორციელებული თავდასხმა, რომლის შესახებაც ორივე შემთხვევაში წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები, ხო, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები. ანუ ეს სიმბოლური, ამ ტიპის სიმბოლური სამხედრო ოპერაცია ირანი აღარ განახორციელებდა და იქნებოდა გაცილებით უფრო მასირებული თავდასხმა რეგიონის ქვეყნებზე. ეხლა ირანი რაც არ უნდა სამხედრო თვალსაზრისით დასუსტებული იყოს, ირანს აქვს საკმარისი ბალისტიკური რაკეტები იმისთვის, რომ რეგიონში მნიშვნელოვანი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. მეორე მიზეზი ასევე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თვითონ ისრაელიც ჩაერთო ამ პროცესში და ისრაელის მოთხოვნა იყო, რომ რამოდენიმე დღით მაინც გადადებულიყო იმისთვის, რომ ისრაელს ქონოდა შესაძლებლობა სამხედრო თვალსაზრისით მომზადებულიყო იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა სამხედრო ინტერვენცია, ხო? მესამე და მნიშვნელოვანი მიზეზი იყო თვითონ ის სტატუს კვო, რაც რეგიონის ქვეყნებს და ყურის ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდა. ირაკლი შენახსენე ესეთი ცივი ომის მდგომარეობა, ეს ცივი ომის მდგომარეობა დაახლოებით 2022 წლიდან ნელ-ნელა იცვლება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურის ქვეყნები და ირანის სტრატეგიული მოკავშირეები გახდნენ, მაგრამ მათ შექმნეს ესეთი გარკვეული სტატუს კვო თანამშრომლობის 2023 წელს მოეწერა ხელი საუდის არაბეთის და irans შორის თანამშრომლობის შესახებ, ასე სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთის შუამავლობით და ასევე სხვა ყურის ქვეყნებმაც შექმნეს სტატუს კვო, რომელიც ამ ეტაპზე ყურის ქვეყნებს აწყობთ, იმიტომ რომ დასუსტებული ირანი მათთვის იმ ტიპის საფრთხეს აღარ წარმოადგენს და უკანასკნელი და ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ყურის ქვეყნები აქტიურად ჩაერთვენ, რომ ეს ცვლილება აი ამ ფორმით არ მომხდარიყო, ის მიზეზი რაც შენ დაასახელე, ხო? ანუ თავად დემოკრატიული ცვლილებების გადამდები ხასიათი, ხო? ესე რაღაცა დომინოს ეფექტის ტიპის მაგვარი, რომელიც შესაძლოა ადვილად გავრცელებულიყო რეგიონზე, მათ შორის თურქეთზეც დაუშვათ, ხო? ანუ ამიტომ აი ეს რაღაცა ის იყო მიზეზები, ჩემი აზრით, რის გამოც ამ ეტაპზე რეგიონის ქვეყნები იყვნენ აქტიურად ჩართულები იმისთვის, რომ და მათ აქვთ პრეზიდენტ ტრამპთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა და ნუ შეეცადნენ, რომ პრეზიდენტ ტრამპი გადაერწმუნებინათ. ეხლა მნიშვნელოვანი არის ერთი კითხვა, ეს გადაარჩენს თუ არა ეს თავად რეჟიმს, ხო? ანუ და რამდენად დასუსტებულია რეჟიმი, ხო? ანუ ამის წინასწარმეტყველება რთულია, თუმცა ამ კრიზისიდან ამჟამინდელი რეჟიმის გამოსვლა ჩემი გადმოსახედიდან იქნება საკმაოდ ძნელი ერთი მარტივი მიზეზის გამო, თუმცა სხვა მიზეზებიც არის ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ის მოთხოვნები, რის გამოც დაიწყო ეს გამოსვლები, ამ მოთხოვნების მოგვარების რესურსი რეჟიმს არ გააჩნია. არანაირი, ანუ დავუშვათ ეკონომიკური პრობლემების მოგვარების რესურსი არ გააჩნია. თუ 22 წელს გამოსვლები დაიწყო ქალთა უფლებების გამო და მასა ამინის მკვლელობას უკავშირდებოდა, ხო, ახალგაზრდა ირანელი ქალის მკვლელობას, რომელსაც თავსაფარი არ ეკეთა, ხო, ჰიჯაბი არ ეკეთა. და ჩვენ შემდგომ წლებში დავინახეთ, რომ რეჟიმმა გარკვეულწილად შეარბილა მისი დამოკიდებულება
აი ეს ტრადიციულ სამოსთან დაკავშირებით და დღეს რაღაც მონაცემები არის, ვრცელდება, რომ დაახლოებით 30% ირანის მოსახლეობის ქალების ჰიჯაბის გარეშე დადის. ხო, ანუ ეს რაღაცა შეზღუდვები შეამცირა. რომ რაღაცნაირად წნეხი აღარ წამოსულიყო მოსახლეობისგან. ხო, აი ამ ეკონომიკური პრობლემების მოგვარების რესურსი ამჯამინდელ რეჟიმს არ გააჩნია.